მოკლედ მეგობრებო, ეს არის ჩვენი პირველი ვიდეო YouTube-ზე და წინ მოგერით ძალიან მაგარი ამბები, რადგან დღეს იქნება უმაგრესი ჩელენჯი. მთელი დღე მანენას არ შეუძლია რომ ითხრას არა. კი და მხოლოდ კი. ვადასტურებ მეგობრებო, არ შემიძლია არაფერზე უარის თქმა. დღეს 10 საათის განმავლობაში მართამ რაც არ უნდა მთხოვოს, ყველაფერზე ვეუბნები კის. ეხლა კი პირველი კის დროა. წამიყვანის პოინტში? კი. წავედით. მოკლედ მეგობრებო, უკვე მოვედით და ჩემი სრულების აღწერა დაიწყო. მოკლედ მანა პირველ რიგში აუცილებლად ხათი უნდა მიყიდო, მალე წავოდი. სხვათა შორის აი იმ მაღაზიაში მგონი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაღაც ეგეთი რაღაცები არის. წამოხვა. თათები ხალხო, აქაც თათები. ესეც თათები, ანუ მაგარია ვერთო. ანა, ეხლა ეს უნდა მიყიდე შენ. მანა, შენ გამწერები შემხდენ და შეიძლება რომ TikTok-ზე დააფოლოვო ყველა? აუ, მანა, რაღაც მომშვიდა და Wendy's-ში წამიყვან. ხალხო, სანამ შეჭამდა, ისეთ სუთხასიათზე იყო, ისეთ სუთხასიათზე რომ არ ვიცი რა. მგონი ახლა ყველა ადამიანი ეგრეა ზოგადად, მაგრამ გამაწამა. რა შვები? ცადოთ. მიშველეთ. ბავშვი არის მგლად გადაქცეული. ეჯობით არის 4 კი. ის პოინტში წამოსვლა, თათის ქვიში, ჩემი გამომწერების დაფოლოვება, Wendy's-ი. და Wendy's-ი. რა იქნება შემდეგი? აი, მოდი ჯერ თათის unboxing-ი გავაკეთო და მერე გეტყვი. ძალიან მაგარია ხალხო. აუ, როგორ მიხარია არის. ბავშვი არის შეყვარებული თათის სქვიშზე. აი თქო დავავიღოთ სხვათა შორის ვიცი რომ წებოვანია ძალიან და რავი აბა როგორი იქნება მაგა ძალიან მომწონს ხალხო შოქში ვაიმე ეს სხვათა შორის ეს სერი ხო იცით ეძრობა თათები სირბილეში შევაფასე მათიდან 9-800 ალბათ და წებოვნებაშიც ალბათ ეგრე რა მოკლედ ჩემი პირველი ურთიერთობა თათის სკვიშთან შეხედე მაგარია იცი რა მაინტერესებს? გასაგები აი რბილია და წებოვანი გავიგე, მაგრამ ესე ძალიან რატო გიყვარს? ტრენდია ხალხო, ტრენდია. ან რას შევება აი? მანენა ანტისტრესი არის და შენ ნამდვილად გჭირდება ხოლმე ხანდახან. კარგი, მოკლედ, გეოდებით ახლა რა არის შემდეგი? შემდეგი ჩემი თხოვნა იქნება ის რომ გამასინჯო bubble tea. ხალხო ძალიან მინდა bubble tea-ს გასინჯო, არ ვიცი რატო. მაინტერესებს როგორია. აი ეს ბურთულები რო აქვს შიგ რაღაცნაირი, აი მაგის შენი აზრით როგორ გემოაქვს? რავი, ტკბილია ალბათ და არ ვიცი რა. ნახოთ. მეხუთე კი მეგობრებო, გავასინჯოთ მართას bubble tea. მოკლედ მეგობრებო, ახლა მანანა გვერდზეა გასული და არ ვიცი რავი, ძალიან მომწონს ეს ჩელენჯი და საერთოდ მინდა რომ მთელი ცხოვრება ეგრე იყოს და სულ კი და კი მითხრას. და შემდეგ შევთხოვნა, უკვე ვიცი რაც იქნება, ნაყინს მოვთხოვ, რადგან ძალიან მიყვარს ნაყინი და ზამთარში ნაყინის ჭამა ყველაზე კარგია თქვენს დამეთანხმებით და ხო რავი. არდა საერთოდ გარეთ ძალიან წივა ეხლა და ყინავს, მაგრამ მაინც მინდა ნაყინი. თათები. მოდის უკვე. მოდის. დავჯერ როგორც ვიყავით. მეგობრებო, ანუ ძალიან მაინტერესებს საერთოდ რა გემოიქნება, მაგრამ ანუ მეშინეკიც რომ აი ეს რაღაც ბურთულები არ გადამცდეს, ანუ არ გადაგწდება, მე მაქვს გასინჯული და ძალიან გემრიელი ბურთულებია. მიდი. ვაიმე. ესე უნდა ქნაობა. მოფინებს და რა მაგარია აუ ძალიან მეშინი ხო არაფერი არ მოხდება ხახო ძალიან მეშინია და ხო არაფერი არ მოხდება რა უნდა მოხდეს არ მოხწებიან ეგ ბურთულები და შეგჭამე ოჯალყაია ანუ ეს თვითონ რაც ასფერში ცხელ შოკოლადს გავს ოღონდ ანუ ციუს რა და ეს ბურთულები კიდევ არ ზუბილია და რაღაცნაირები რა ძალიან გემრიელია
რა მოოდინი ქონდა როგორი გემო ექნებოდა და როგორი გემო აქვს ნამდვილაში? ნახევს ეს თირა აბურთოებს ან ვერც გადაყავ რა ნელა არ მოდის და ანუ გზნობა აქვს რო არის ანუ ყველას გირჩევთ რომ გასინჯოთ bubble tea შეუყვარდა აი მე ვგრძნობ რომ შეუყვარდა რავი ძალიან მომეწონა ძალიან და რავი ალბათ 9-იან დაუწერ არ ვიცი ხო რავი ყველაფერს 9-იანს რატო უწერ აი 10 რა არის შენთვის რავი 10 ძალიან კაი რო არის და ხო და ეს ხო ძალიან კაია ნუ კი მაგრამ ანუ ხა იქნებ რა იცი მანანა შემდეგი კის დროა და ხო იცი რომ აქედან არ წავალ ისე რომ აქტივონებზე არ დავჭდე ამიტომ და წამოყოლ აქტივონებზე კი აი რა მინდოდა ავედით ატრაქციონებზე მან შემოუყვანა ყველა საშიშ ატრაქციონზე აი ისეთი მაგარია ალბათ მგონია რომ ყველაფერი ერობაში ხდება ვარდები საიდანღაც გენ მაგარია რაღაცა მგონია ხოლმე რომ შეგეშინდება და წილს დაიწყებს და რა გავაკეთო რა გოგო პირგენ მაგარ მანანა გოლი შეიძლება ეხა წაი მიდი აი არა უხას ვაიმე აი მანანა გოლი გოლი ხარა მოიხსენ ეს რა იყო არ მომხსნა მაინც ხედავ Is I really love the truth აი ამაზე რუტრიელებს დაახლოებით ეგ არა აი მოკლედ ძალიან მიშინია ესეთი რაღაცების და ვინ მიშველის შენ მოვკიდე ხელი მართა რო შეგეშინდეს არ იწრო არა აი ჩვენი კამერა მიესალმეთ ჩვენ გამოვწერებს აინტერესებს როგორი იქნება ვაჰე ვაიმე კაია მიშინია ძალიან კაია არა კაია კი ჩამოვალთ რა პანიკა სცენა თანსაშიში იყო და არ მომეწონა აი თელი ის თვალი გადახჭული და რო ვახელდი აი ძალიან მეშინა ძალიან მაღალია არ ძალიან მაღალი მაგრამ მაღალია მაინც თან ესე ბრუნო ანუ ბიბრი ხარი ძალიან იმ ატრაქციონის ამბავი კარგად არ წავიდა იმიტომ რომ მართამ გაათიშინა იმდეს ყვიროდა და მოკლედ ხო ყველა ჩამოვედით ბოდიშიც ყველას ახლა ვეცდებით რომ ნაკლებად საფრთხის შემცველ ატრაქციონებზე დავსხდეთ სურვილი მაქვს კიდე. პირველი ის არის რომ მოანაურის ნახვა მინდა ძალიან და მაგაზე წავიდეთ. და კიდევ ერთი ის არის რომ ნაყინი უნდა მაჭამო. ვერ იტყვი, არას ვერ იტყვი, ვერა. რა ვქნათ, ვერ იტყვი. მართა დეკემბერში არ შეიძლება ნაყინი. დღეს კიდე არ შეიძლება რომ შენ არა თქვა. გამოდის რომ ახლა კინოში უნდა წავიდეთ, შემდეგ ნაყინი უნდა ვჭამოთ და ამით დასრულდება ჩვენი უმაგრესი ჩელენჯი. მართა რა თქმა უნდა დღეს ყველაზე ბედნიერია, ცოტა დაიღალა, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერია. ახლა წავედით და რა ვიცი, რა მგონი ძალიან კარგად მიდის ჩვენი პირველი YouTube ვიდეოს გადაღების პროცესი. ძალიან კეფ. ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა. და მთავარი აზრი ის იყო, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი ყველა სიტუაციიდან. ყოველთვის არსებობს გზა, რომ შენ მიაღწია შენს მიზანს. ძალიან მაგარი დღე იყო, უბრალოდ ძალიან მომეწონა და მადლობა მალნა. მე
მეგობრებო, ეს არის მანანას დღევანდელი ბოლოკი და ანუ გავჯობლი ვარ, იმიტომ რომ ნაყინი ვაყიდინე, ანუ შუა დეკემბერში, ანუ ისე არასოდეს არ გააკეთები და მაგას, იმიტომ რომ მართალია. გონია რომ გავცივდები და რა არ მგონია მართლა გაცივდები, მაგრამ არა უშავს. რატო? იმიტომ რომ ცივია და ყელი გაგიცივდება. არა, ეხა ცივი. ხო და გონ დღევანდელი დღე იყო რაღაც ჯადოსნური, უამრავი უსაყვარლესი ადამიანის შეგხვდა დღეს. კი. და ყველა ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ახლა კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს. როგორც კი 10000-ნი გავხდებით YouTube-ზე, ეგრევე მართა დაიწყებს თავისი ტუტორიალების ჩაწერას თუ იმ საოცარ კომპიუტერებს და საოცარ ტელეფონებს როგორ აკეთებს. მოკლედ არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, აი ახლავე დაელოდეთ ჩვენს ვიდეოებს, კვირაში ერთ ვიდეოს დავდებთ ხოლმე YouTube-ზე და მოკლედ დროებით.